477 ახალი დადასტურებული COVID-19 შემთხვევა და 7 გარდაცვლილი იმერეთში. ნამოხვალხესის მშენებლობის აკრძალვით მოსახლეობა საპროტესტო აქციებს არ წყვეტს. ჟონეთში აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. სულ მალე ქუთაისის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. სად და როგორ უნდა დაუკავშიროს ექიმს, ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. რას ფიქრობენ ნამოხვალხესის მშენებლობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორია მათი პოზიცია? მთავარი შეკითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იურისტი დარინას მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. COVID-19-ის 477 ახალი დადასტურებული შემთხვევა იმერეთში და 7 გარდაცვლილი. საავადმყოფოებში 1143 პაციენტი და მათ შორის 173 მძიმე. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 27 პაციენტი. ასე გამოიყურება ბოლო 24 საათის COVID-19 სტატისტიკა იმერეთში. საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 32 ადამიანი, თვითონ იზოლაციაშია 5230 პირი. საქართველოს მასშტაბით კი ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3157 ახალი შემთხვევა. გამოჯამრთელდა 3230 ადამიანი, გარდაიცვალა 30. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82835-ს. გამოჯამრთელებულთა რაოდენობა 65291-მდე გაიზარდა. გარდაცვალების 727, უკაცრავად 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. დღეს ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი 25 დღის ჩვილმა დაამარცხა. მცირეწლოვანი ოჯახის წევრისაგან დაინფიცირდა მისი მკურნალი ექიმის ვასილ გოდუაძის თქმით, პაციენტი კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში COVID ინფექციით 75 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი შემოვიდა ხუთში საღამოს დადასტურებული COVID ინფექციით. წყარო არ არის ცნობილი, სავარაუდოდ ოჯახის წევრებით, დედას არ ქონდა დადასტურებული, დედას შემდეგ დაუდასტურდა. ტემპერატურები, მოთენთილობა, ცოტა ღებინებაც ქონდა, დიარეაც და 10 დღის მკურნალობის ფონზე გუშინ გაეწერა საავადმყოფო და დამაკმაყოფილ მდგომარეობაში ბინაზე გამოჯამრთელებული ხო? ეს 25 დღის იყო, ხო ეს? კი, 25 დღის იყო. პირველადი მიმართვა ჰქონდა ევექსის კლინიკაში, სადაც დაუდასტურდა COVID და იმ დღესვე მეორე დღესვე გადმოიყვანეს ჩვენთან. სოფელ ჟონეთში მოქალაქეთა პროტესტი არ წყდება. ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები და ეკოლოგები ნამოხვალხესის მშენებლობას აპროტესტებენ და ეწინააღმდეგებიან. შაბათს მორიგი საპროტესტო აქცია ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა ნამოხვალხესის მოწინააღმდეგეთა აქცია სოფელ ჟონეთში. აქციის მონაწილეებს თითქმის 2 საათის განმავლობაში ალბანის გზა ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი კომპანიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ აქციის მონაწილეებთან ერთადერთი, ვინც მივიდა, ეს პოლიციის წარმომადგენელი იყო, რომელმაც მათ ულტიმატუმი წაუყენა: ან გზა გაიხსნათ, ან ძალის გამოყენებით დაშლიდნენ, რაც საბოლოო ჯამში ასე მოხდა კიდეც. მაქსიმალურად კომპრომისებზე მოვიდა. დღეს დღის განმავლობაში მთელი დღე ცენტრალური მაგისტრალი გაქვს დაკეტილი და ხელი არ შეგვიშლინა. წირვა ჩაატარეთ.
შეგერგოთ, შეგვერგოს ყველას. ეხლა არის ჩემი მოთხოვნა. იქნება გზა გავხსნით. თქვენი პროტესტი გააგრძელეთ. აი ნება თქვენი. ბატონო, არავის ყურადღებას არ მოდიცით, მოგაქცევენ ყურადღება. მაგაზე ვილაპარაკო. მაშინ მობძანე. ეს გზა ძალიან გთხოვთ გავხსნით. ჯერ მობძანე, შემოკარგო. ჩვენ ვითხოვთ გადაწიეთ ხალხი, გადაიღეთ გაატანეთ მეთქი, კაც არ გაატანეთ. რაღაცასთან მივდივარ. აი, როდესაც ითხოვს მოსახლეობა თავის ხელისუფლებასთან შეხვედრას. აი, ხელისუფლება რეგისტრაციას არ შეხვდრა. მოვიდა? არ შეხვდრა. მოვიდა? მოსულიც აქ მოვიდა. აქაც მოვიდა და იქაც აქ. მოვიდა? დღეს გზა იყო, ხალბატონო, გადაგეთ. რომ მოდი დამელაპარაკე. მე მოვედი, ხალბატონო, სახელმწიფო წარმოვიდი და ხოვენ. ემუდარეთ რომ გზა გავხსნათ. მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას ანდები. არა ვარ. მე სანამ ის არ შეხვდა. არ შეხვდა. პოლიცია კაცემაშე. ძალის გამოყენება და ძალის ერთი არაფერი არ შეგვიძლია. ყველას ხო უწმინდესო მადლობა რომ შენი უფლება მაქვს რომ შენი სახელით ვილაპარაკო გთხოვ გევედრები დაღლილი ვარ არ ვიცი როგორ მოგმართო გთხოვ მომიყვანე შენამდე აგიხსნი თუ მე დამნაშავე ვარ რასაც მაგურთხებ იმას გავაკეთებ შენი იმედი მაქვს უწმინდესო არ ევისი სხვისი უკვე ძალიან გთხოვ გემუდარები მიგვიღე ყველა ქართველს ეხება ყველა ქართველს ქალს კაცს დიდს პატარას ყველას ეს სატკივარი ყველასია გაითავისეთ ხალხო ჩვენს მამულს ვიცავთ ხალხო ცუდს არაფერს არ ვაკეთებ ჩვენს ქართულ მიწას ვიცავთ ცოტა დაგვჭა ტერიტორია და ამასაც გვართმევენ ორი ჩვენი არსობისა მოგე ჩვენ დღეს გამოგვიტევე ჩვენ თანანადები ჩვენი აქციის დაშლამდე მეგატიუმმა ადამიანებს კითხა თუ რა იყო ის კონკრეტული მიზეზი რის გამოც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ. ადგილზე შეკრებილები იყვნენ როგორც ადგილობრივები ისე მშენებლობის გასაპროტესტებლად ჩასულები იყვნენ ქუთაისიდანაც. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ ზიანზე რაც აქ ჰესის მშენებლობით გარემოს და მათ სოციალურ-ეკონომიკურ საარსებო პირობებს მიადგება. ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მდინარე რიონზე იგეგმება. კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. მისი დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატში ადგენს. კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამოხვანის პროექტის განხორციელება დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვასთან, რაც ძირითადად გამოწვეულია 610 ჰექტარზე სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობით. წყალსაცავის წყლით დაიტბორება და ფიზიკურ განსახლებას დაექვემდებარება 100 ოჯახი. კიდევ უფრო მეტი ოჯახი კი პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას დაექვემდებარება. ამასთან პროექტს თან ახლავს სერიოზული სეისმური რისკიც. ქუთაისში მაცხოვრებელი ადამიანი ვარ, ადგილობრივი არა ვარ, თუმცა კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მსგავსი მომაკვდინებელი ჰესების აშენებას და მოვითხოვთ კომპანია ენკამ დატოვოს ტერიტორია და გაიყვანოს თავისი ტექნიკა ჩვენი კუთვნილი მიწები. ეს ორი კაცის ბრალი ახალი ივანიშვილის ზუსტად და კალაძის.
თუ აი ის რა ტექნიკა შემოვიდო და ახლა იქინე სარფთან ახლა ამდენო ტექნიკა გამოუვარა თვალები სარფთან რეგიონს რა ზიანს მიაყენებს და ჩამოიშლება თები ხვამსროვე ძახით თქვენ ჩამოიშლება ნისლი ჩამოშლის იმ ხვამლის თავს და არც ვენახი ვარგებს არც ხეხილი ვარგებს არაფერი არ ეს თარობა უნდა გაითვალისწინოს მთელი რიონის ხეობაზე არის აქ საუბარი არის უამრავი საფრთხე როგორც ეკონომიკური უშუალოდ ადამიანების სიცოცხლეს ექნება საფრთხე ხო თუ დაზიანდება დივერსიის საშიშროება არის მიკროკლიმატი იცვლება თუნდაც ის სოფლები რომელიც არ იტბორება მათთვისაც იცვლება ცხოვრების წესი ამ სოფლის მოსახლეობა არ არის თანახმა ამ ყველაფერზე ამიტომ ვფიქრობ მეტი მოსმენა ჭირდება საზოგადოებას და საზოგადოებას თავისუფლად ჭირდება ერთადგომა რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ის ტალღა რომელიც შეიძლება საშიშროება წამოდეს 20 წუთში იქნება ქუთაისში და წალეკავს არა მარტო ქუთაისს, მხოლოდ დასავლეთ საქართველოს და ეხლა თქვენ განსაჯეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქუთაისის ჩართულობა ამ საქმეში. იმის გარდა რომ აქ ყველაფერი ხდება კანონდარღვევით. ამდენი ხანია თხოვენ სახელმწიფოს რომ წარმოადგინონ ნებართვა აი მშენებლობის გაცემის და ვერ წარმოადგინის, იმიტომ რომ ამ ნებართვას უნდა მოხდეს გეზეშეს კი უნდა მოხდეს ის კვლევები, რომელიც უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი. აქციას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. კომპანია ფაქტობრივად ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვითა და გარემოს დაცვითი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი არსებითი მნიშვნელობის კვლევები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვს წერია მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში. მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შექმნას მოსახლეობასთან ფართო საზოგადოებასთან და დარგის სპეციალისტებთან განგრძობადი და რეალური დიალოგის ფორმატი. მათ ამოწურეს ჩვენთან მოსასვლელი ყველანაირი პირი მათ ჩვენთან მოსასვლელი პირი აღარ აქვს მალე ქუთაის განახლებული ავტოპარკი ექნება 60 ახალი ავტობუსის ნაწილი ქუთაისში მალე გამოვა ქალაქის სატრანსპორტო კომპანიის უფროსის გიორგი გიორგობიანის თქმით სადგომის მშენებლობა იანვარ-თებერვლის თვეში სრულად დასრულდება. ვრცლად ნახეთ სიუჟეტში. სულ მალე ქალაქს ავტობუსების განახლებული პარკი ექნება. 60 ახალი ავტობუსით განაცხადა ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა მეგატივთან საუბრისას. მისივე თქმით, სადგომის მშენებლობა იანვარი-თებერვლის თვეში სრულად დასრულდება. ხედავთ რომ სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდე ხელშეკრულების მიხედვით უნდა დასრულდეს. არის რიგი სამუშაოებისა, რომელიც საჭიროებს ცვლილებებს. შესაძლებელია რომ მშენებლობის დასრულება გადავიტანოთ იანვარში. ანუ ხელშეკრულება დაკორექტირდეს და შესაბამისად იანვარი-თებერვლის ბოლოს უკვე ბაზა სრულად უნდა ჩაგვაბაროს სამშენებლო კომპანია. ჩვენ ავტობუსებს უკვე ველოდებით მომდევნო კვირიდან კონკრეტული თარიღის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით უკვე ავტობუსებს. გიორგობიანის თქმით, მძღოლების შერჩევა უკვე დაწყებულია, უპირატესობას კი უკვე არსებულ ხაზებზე დასაქმებულ ადამიანებს მიანიჭებენ. თუმცა არის კრიტერიუმები, რომლებსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ. მძღოლები, რომლებიც მუშაობდნენ ძველ საავტობუსო ხაზებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ პირველ პირობას და ის ადამიანები, რომლებიც წლებია ემსახურებიან ქალაქს, ჩვენ მივიღებთ სამსახურში. გარკვეულ ნაწილში ასაკის შეზღუდვა იქნება 65 წლამდე მივიღებთ თანამშრომლებს, ასევე გადაიხედება მძღოლის ისტორია, თუ როგორ მუშაობდა ის მთელი ამ წლების განმავლობაში. შესაძლებელია სულ აგეზების შეცვლაც და იმ ადგილების დამატება, სადაც ამჟამად ავტობუსები არ მოძრაობენ. გიორგობიანის თქმით, ქალაქში მოეწყობა გაჩერებებიც, სადაც გრაფიკის ტაბლოები განთავსდება. გაჩერებები კი ასევე ადაპტირდება შუშუმულ პირებისთვის. სლაგეზებით შეიძლება
იმიტომ რომ ასევე ავითვისოთ ქალაქის მთლიანი ნაწილი და მოემსახუროთ იმ მოქალაქეებს, სადაც დღეის მდგომარეობით ტრანსპორტი არ დადის. თუ არის ესეთი ადგილი ქალაქში, ალბათ ძალიან ცოტა რამდენიმე უბანი, როგორიც არის თქვათ გორა, საფიჩხია, ჭახათა, ისეთი უბნები, სადაც ვიწროა გზები, სადაც გამავლობა ძნელია, ფაქტურად ვერ შევძლებთ, რომ ავტობუსით მოემსახუროთ, ფიზიკურად გამორიცხულია იქ, რომ ავტობუსი ასე რომ ვთქვათ, მივიდეს. ჩვენ ვაპირებთ ქალაქის ტერიტორიაზე ყველა გაჩერების მოწყობას. გაჩერებები შეივსება ასე რომ ვთქვათ, სარეკლამო აბრებით, განათდება ყველა გაჩერება. ყველა გაჩერებაზე აუცილებლად იქნება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ივლის ჩვენი ავტობუსები. შოშომო პირებზე ავტობუსები, რა თქმა უნდა, ადაპტირებული არის მათთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილი, არის მათთვის სპეციალური ასასვლელი ავტობუსებში, რომელზეც მძღოლებს ჩაუტარდება ტრენინგი. შესაბამისად, ჩვენს თანაქალაქელებს, შოშომო პირებს კომფორტულად შეეძლებათ ჩვენი ავტობუსების გამოყენება. ახალ ავტობუსებში გადახდა პლასტიკური ბარათით მოხდება, ხოლო იმ მგზავრებს, რომლებიც სამგზავრო ღირებულებას არ გადაიხდიან, ეგრეთ წოდებული კონტროლიორები კანონის ფარგლებში დააჯარიმებენ. გიორგობიანის თქმით, ავტობუსები პირველ ეტაპზე 11 საათამდე იმოძრავებენ. პირველი თვეების, რა თქმა უნდა, იქნებიან ავტობუსებში კონტროლიორები, მაგრამ მათ საჭიროებას, რომ მუდმივად ავტობუსში იყვნენ, ვერ ხედავ. პირველი თვის განმავლობაში, თქვათ, პირველი თვენახევარი ან პირველი 2 თვე, ჩვენი კონტროლიორები მოქალაქეებს მოუწოდებენ და ასწავლიან იმ ახალ სისტემას, რომელიც აუცილებლად დაინერგება ჩვენს ავტობუსებში და საბარათე სისტემაზე არის საუბარი. კონტროლიორები იმ მგზავრებს, რომლებიც არ გადაიხდიან სამგზავრო ღირებულებას, კანონის ფარგლებში დაჯარიმდებიან. გაცნობებთ, ავტოპარკის მშენებლობის სამუშაოებს შეპესე Sky House ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2.600.000 ლარია გამოყოფილი. ქუთაისში სულ მალე ახალი ტრანსპორტი გამოჩნდება, თუმცა შეიცვლება თუ არა სამგზავროს ღირებულება, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი. შეკეთდება გაფუჭებული ავტობუსები და აი ესე რომ შემოვა პირველ რიგში ოჯახის ექიმის სამედიცინო დაწესებულებების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა. დღეიდან მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ოჯახის ექიმის ვინაობისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების შესახებ. პორტალზე პირადი ნომრის მითითებით მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს. თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია. თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით, უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმს. თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით არ სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცეთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 საინფორმაციო პორტალის ამოქმედების მიზანი 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. ოჯახის ექიმის სამედიცინო დაწესებულებების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე 1505. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას სტუმართან ერთად განვაგრძობთ. ნამოხვან ხესის მშენებლობის აკრძალვის მოსახლეობა აქციებს არ წყვეტს. როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია? მთავარი შეკითხვებს დისტანციურად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლარინა სალდაძე პასუხობს. ლარინა, მოგესალმებით და მადლობა რომ გვერთვებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ მოგვეცით საშუალება ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ინფორმაცია გაგვეზიარებინა მოსახლეობისთვის. ლარინა, ნამოხვან ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად მოსახლეობას აპროტესტო აქციებს არ წყვეტს. ჟონეთში გზა გადაკეტეს და აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. როგორია თქვენი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და თქვენი ორგანიზაციის პოზიციაა საინტერესო?
დიახ, მოგახსენებათ, რომ უკვე 33 დღეა სოფელ ჟიუნეთში რიონის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს ნამახვანი ხესების კასკადის მშენებლობას. ისინი ითხოვენ სახელმწიფო ხელისუფლების პასუხისმგებელ პირთან, წარმომადგენელთან შეხვედრას, რათა გაუზიარონ თავიანთი წუხილები ნამახვანი ხესის პროექტთან დაკავშირებით და დიალოგის რეჟიმში მოხდეს განხილვა იმ რისკებისა და საფრთხეებისა, რომელიც ამ ხესის მშენებლობასთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ ისიც, თუ რა მოხდა 14 ნოემბერს, როდესაც საპოლიციო რეჟიმის გამოყენებით მოხდა, საპოლიციო რეჟიმი გამოიყენა საპოლიციო ძალა სახელმწიფო ხელისუფლებამ ამ ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიული მეთოდებით სადა კი არა და დაშალა აქცია. აქციის მონაწილეები იყვნენ ბავშვები, მოხუცები, ქალები და ისინი სწორედ ამ რეპრესიული ძალის გამოყენებით გადაიყვანეს გზის სავალი ნაწილიდან. ჩვენ კონტაქტზე ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისინი მათ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით და ასევე მედიაში გავრცელებული ვიდეოები და სხვადასხვა ჩანაწერები, მათ შორის ვიდეოები, რომლებიც თქვენ ეთერში გავიდა, ხო, ადასტურებს იმას, რომ მათ შორის არიან დაშავებულებით და ადამიანებიც, რომლებმაც სწორედ ამ აქციის პირობებში მათი სრულიად სამართლიანი პროტესტის შედეგად მიიღეს ასეთი პასუხი სახელმწიფოსგან. რაც შეეხება ჩვენ მიმართვას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გავაკეთეთ მიმართვა. ეს არის მიეხება როგორც მთავრობას, სახელმწიფო ხელისუფლებას, ისე მიემართება სასამართლო ხელისუფლებასაც და ჩვენი მიმართვით ვითხოვთ, რომ შეწყდეს მსგავსი რეპრესიული მეთოდების გამოყენება და საპოლიციო ძალის გამოყენება ამ ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტის მიმართ და ნაცვლად რეპრესიული მეთოდებისა სახელმწიფო მათ მიმართ გამოიყენოს დიალოგის ფორმატი, სადაც დარგის ექსპერტები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და ამასთან ერთად ფართო საზოგადოება ჩაერთვება განხილვების პროცესში და მოხდება იმ რისკებისა და საფრთხეების განხილვა, რომელიც ნამახვანი ხესის განხორციელებას ახლავს თან და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც სრულიად რელევანტური არის, რომ აქვს იქ მცხოვრება ადამიანებს, რომლებსაც ძალიან კარგად არის ცნობილი იმ რელიეფის და ბუნების შესახებ, სადაც ასეთი გიგანტური ხესის დარინა, საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ მიმართეთ და საერთაშორისო ორგანიზაციები თუ არიან ამ პროცესში ჩართულნი? მოგახსენებთ, ჩვენ ასევე აღნიშნული განცხადება, რომელიც გავავრცელებთ, მოვუწოდებთ მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით და თავადაც ზეგავლენა მოახდინონ სახელმწიფოზე, რათა სახელმწიფომ სწორედ შექმნას ეს დიალოგის რეჟიმი. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურად ამასთან დაკავშირებით მუშაობას, რომ უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებზე ეს ერთი განცხადება და კვლავ სხვა მექანიზმებიც გამოვიყენოთ, რომ მათ უფრო აქტიურად მივაწვდინოთ ხმა იმისათვის, რომ ეს ამ მოსახლეობამ, რომლებსაც აქვს სრულიად სამართლიანი პროტესტი იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც მათ რეგიონს და მათ უშუალოდ სიცხეს და ჯანმრთელობას ემუქრება, რომ ისინი იყვნენ მოსმენილნი და ის საკითხები იყოს განხილული. როგორც ცნობილია, კომპანიას, რომელიც ნამახვან ხესების კასკადს აშენებს, წარმოდგენილი არ აქვს უსაფრთხოების დამადასტურებელი კვლევები და დოკუმენტაცია. ვისი პრეროგატივაა, ვინ უნდა ითხოვდეს ამ ნებართვებს, რომ საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი, ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია, თუ რა თქმა უნდა არსებობს ნებართვები? მოგახსენებთ, როგორ ხდება ეს, როგორ არის გაწერილი პროცედურულად. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანებით იქნა დამტკიცებული გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, დღესდღეობით წარმოადგენს დავის საგანს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და მწვანე ალტერნატივას წარდგენილი გვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ადგილობრივი მოსახლეობის სახელით და ვითხოვთ სწორედ ამ ბრძანების გათხოვებას, რომელსაც დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება იქნა გაცემული. სწორედ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა გაცემულიყო მას შემდეგ, რაც კომპანია წარუდგენდა სამინისტროს მთელ რიგ კვლევებს და არსებითი სახის დოკუმენტაციას ხესთან დაკავშირებით, სადაც იქნებოდა ყველა ის რისკი გათვალისწინებული და კვლევა იქნებოდა ჩატარებული, რომელიც გამორიცხავდა რისკებს, რომელიც შეიძლება დადგეს რომელიც დადგება დღის წესრიგში ამ ხესის განხორციელების დროს. თუმცა გასაკვირი და ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ
ნაცვლად იმისა, რაც უბრალოდ ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, რომ კვლევების ჩატარება, არსებითი ხასიათის დოკუმენტების წარდგენა სამინისტროსათვის და მხოლოდ ამის შემდეგ დადებითი გადაწყვეტილების გადაწყვეტილების გაცემა, ნაცვლად ამისა გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გასაჩივრებული უსამართლობელის გადაწყვეტილებაზე მაქვს საუბარი და პოსტფაქტუმ ითვალისწინებს ბრძანებაშივე ავალდებულებს კომპანიას ამ შემთხვევაში ეს არის შპს-ენკა Renewables-ი წარმოადგინოს მთელი რიგი, ჩაატაროს მთელი რიგი კვლევები და წარმოადგინოს დოკუმენტაცია სამინისტროს სწორედ ერთ-ერთი ძირითადი მთავარი არგუმენტი, რის საფუძველზეც ჩვენ ვითხოვთ გასაჩივრებული ბრძანების ბათილობას, ეს გახლავთ სწორედ ეს დარღვევა, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც არეგულირებს სწორედ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, მსგავსი სახის საგამონაკლისო შემთხვევას არ ითვალისწინებს. გეზეშე დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხდება დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, უნდა ითვალისწინებდეს იმ კვლევებს და ძირითად ზეგავლენებს, რაც შესაძლებელია რომ ეს კონდეს მისი განხორციელების და შემდგომ პერიოდში უკვე ექსპლუატაციის. ერთი შეკითხვა მაქვს, როგორც იურისტს გეკითხებით, თუ სასამართლო პროცესზე კომპანია ენკამ ვერ წარმოადგინა ეს დოკუმენტაცია, რომელსაც ითხოვს მოსახლეობა საუბარია ნებართვებზე და არასამთავრობო ორგანიზაციები. რა მოხდება მაშინ? რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მინდა დავსინო სანამ პასუხს გავცე რომ ჩვენთვის როგორც ცნობილია ჯერჯერობითაც სამინისტრომ რაც განუსაზღვრა კომპანიას რომ წარმოედგინა განსაზღვრული კვლევები და ამ კვლევების ამსახველი შესაბამისი არსებითი დოკუმენტები ჰესთან დაკავშირებით ჯერჯერობითაც არ არის სამინისტროში წარდგენილი. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას, თუკი კვლავ არ მოხდება მსგავსი დოკუმენტაციის, ანუ უკვე ამ მომენტში რომ არ არის დოკუმენტები წარდგენილი და ისე გასცა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბრძანება, რომლითაც დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაამტკიცა, ეს მიუთითებს ჩვენ პოზიციით სამართლებრივად იძლევა საფუძველს აღნიშნული აქტის ბათილობის. ხოლო რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, უკვე მომავალშიც არ იქნა მსგავსი ტიპის კვლევები ჩატარებული და არსებითი ხასიათის დოკუმენტები წარდგენილი, ეს რა თქმა უნდა აპრიორი ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება კომპანიას არ უნდა საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა კომპანიას არ უნდა მიეცეს. და ბოლო შეკითხვა, როდის არის სასამართლო პროცესი და მოსმენა ჩანიშნული? აღნიშნული საკითხის. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითვა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი ჩვენი ორგანიზაციის და მწვანე ალტერნატივას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ წლის აპრილის თვეში წარედგინა, მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო არის გასული, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ არის მოსამზადებელი სხდომის თარიღიც კი განსაზღვრული. ანუ ჯერჯერობით არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა და ასევე მოსამზადებელი სხდომის დროც თარიღიც არ არის განსაზღვრული. რაც ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ხელი ეშლება იქ მცხოვრებ მოსახლეობას, რომ სამართლებრივი მექანიზმებით უზრუნველყონ თავიანთი უფლებების დაცვა. ამიტომაც განცხადება, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივად არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მიემართება სასამართლო ხელისუფლებასაც, რომ უზრუნველყოს დროული, ობიექტური და მიუკერძუებელი პროცესი აღნიშნულ საქმეზე, რათა ადამიანებს დარჩეთ სხვა ადამიანებმა გამოიყენონ ის სამართლებრივი ბერკეტი, რასაც ქვია დავის განხილვა სასამართლოს მიერ და არ დარჩნენ მხოლოდ ქუჩაში, სადაც ერთადერთი გზა ეს არის იდგნენ ქუჩაში და ღამეს ათევდნენ კარუებში, რასაც ისინი აკეთებენ და ასეთ მძიმე მდგომარეობაში დაიცვან, ასეთ მძიმე პირობებით დაიცვან თავიანთი უფლებები, სადაც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იქაც საპოლიციო ძალით ხდება საპოლიციო ძალის გამოყენება ხდება მათ მიერ. ძალიან დიდი მადლობა დარინა დაგემშვიდობებით, მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ მთავარი სპეციალური გამოშვების შეკითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი დარინა სალდაძე პასუხობდა მთავარი სპეციალურ გამოშვებას. თბილისის სტუდიაგან ნაგრძობს მეტი ჟურნალისტი თამუნა გვილავა. ყველამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის. კორონავირუსი და ოკუპირებული ზონები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მოლოდინში ახალგორში მცხოვრები ექიმი გარდაიცვალა. დღეიდან ახალი პორტალი ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი ოჯახის ექიმის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ. ჯანდაცვის მინისტრის კრიტიკა კლინიკებს, მოქმედი შეზღუდვების გამკაცრება და ახლის დაწესება. რას გეგმავს საკოორდინაციო საბჭო?
მოგესალმებით, გიერთებით თბილისის სტუდიით, მე გიგა აბულაძე ვარ. დღეიდან ამოქმედდა პორტალი, სადაც მოქალაქეები საკუთარი ოჯახის ექიმის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. პორტალზე პირადი ნომრის მითითებით მოქალაქეს შეუძლია გაარკვევს, თუ რომელი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრებული, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი და რომელ ნომერზე უნდა დაუკავშირდეს მას. ეს განკვირთავს 112-ს, თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. სისტემა გამორიცხავს კერძო დაზღვევის მქონეებს. ეს განტვირთავს 112-ს იმ მიმართებაში, რომ დღესდღეობით 112-ში შედის ზარი, არა მხოლოდ სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადის გამოძახების მიზნით, არამედ ოჯახის ექიმის მოძიების კუთხითაც. ხერხდებოდა 112-თან დაკავშირებით, ჩვენ ვთვლით, რომ ამით ეს ზარი მნიშვნელოვნად ლოდინის პერიოდი მნიშვნელოვნად შემცირდება. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის ნაწილი 112-ის გადატვირთულობაზე ყოველდღიურად წერს, ესენი დაგვიანებულ პასუხს იღებენ, ამის გამო კი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ჩამორჩენა აქვთ. ჯანდაცვის მინისტრმა დღესვე კლინიკები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს არაეფექტურ მართვასთან. მისი თქმით, კლინიკებმა შედარებით მსუბუქი პაციენტები COVID-19 უნდა გადაანაწილონ და სასუნთქი აპარატები ჟანგბადით უზრუნველყოფილ საწოლებთან ერთად მძიმე პაციენტებისთვის უნდა გამოყონ. მან ასევე დაამატა, რომ ქვეყანაში მობილიზებულია 1040 სასუნთქი აპარატი და 3400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი და ამ კუთხით ქვეყანაში კოლაფსი არ არის. პრემიერთან შეხვედრა შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მოხდეს დამატებითი საწოლფონდის მობილიზება, რის რესურსებიც არსებობს და ამას გარდა შეხვედრა შეეხო არსებული საწოლფონდის უკვე რაც ჰოსპიტალურ სექტორს მობილიზებული აქვს, მის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენებას. ამის რესურსები არსებობს, შესაძლებელია როგორც თერაპიული საწოლების განტვირთვა, ასევე რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს რეანიმაციული საწოლების განტვირთვის რესურსები. მოქმედი შეზღუდვები საკმარისი არ არის და კიდევ გამკაცრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად არ დაასახელა, რა ტიპის შეზღუდვების დაწესება განიხილება. სად შეიძლება მოიწყოს საველე ჰოსპიტალი, მთავრობაში ამ საკითხზე მსჯელობენ. საგამოფენო ან სამხედრო სივრცეები. ამირან გამყრელიძის თქმით, საველე ჰოსპიტალად ყველაფერი შეიძლება იქნეს განხილული. მისივე თქმით, თუ განთავსების მაჩვენებელი 15%-მდე დაიწევს, საველე ჰოსპიტალები აღარ დაგჭირდება. რატომ მაინდა-მაინც სპორტის სასახლე მითხარ? რატომ მაგალითად არ შეიძლება თქვათ ჩვენი საგამოფენო სივრცეები მოგეხსენებათ, ან იგივე ჩვენი როგორ გითხრათ, სამხედრო სივრცეები და ასე და ასე შემდეგ. ამ დროს ყველაფერი განიხილება. შეზღუდვები ქვეყანაში გარკვეული მოგეხსენებათ დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ არ არის საკმარისი, კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, კიდევ დამატებითი კონსულტაციები გამართება დღეს, საღამოს ხვალ კიდევ და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში. ამაზე მე წინასწარ ვერ გეტყვით. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებით საქართველოს 7 ქალაქში 22 საათიდან გადაადგილება აკრძალულია. 22 საათიდან ყდების ობიექტები სტუმრებს აღარ იღებენ. მოქალაქეებს მოითხოვებათ ქუჩაში და დახურულ სივრცეებში პირბადეებით იარონ. დახურულია სკოლები და ბაღებიც. კორონავირუსი და ოკუპირებული ზონები. საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზე გადმოყვანის მოლოდინში ახალგორში მცხოვრები ექიმი იოანე გეთანაშვილი კორონავირუსმა იმსხვერპლა. ინფიცირებულის მდგომარეობა ნათესაობის თქმით სავარაუდოდ დაგვიანებულმა მკურნალობამ გაამწვავა. რატომ ვერ მოხდა დროულად პაციენტის ტრანსპორტირება და რა მექანიზმი მოქმედებს პანდემიის დროს გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილთა ჯანმრთელობის დაცვისთვის. დეტალებს ანა არევაძის სიუჟეტიდან შევიტყობთ. ოკუპირებულ ახალგორში ადგილობრივი ექიმი 68 წლის ონისე გათენაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ოჯახმა ინფიცირებულის თბილისში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლებამ იგი სამკურნალოდ ცხინვალში მოათავსა, სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მას შემდეგ კი რაც თბილისში პაციენტის გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, საბუთები მოაწესრიგეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა და იგი გზაში გარდაიცვალა. მომხდარ შერიგების სამინისტრო
წერილობით გამოიხმაურა და საოკუპაციო რეჟიმი გულგრილობაში დაადანაშაულა. ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავს. საოკუპაციო ძალებთან ერთად საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობს აქტივისტი ახალგორიდან. თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ამ უკანასკნელთ მხოლოდ მაშინ ახსენდებათ ახალგორში მცხოვრებლები, როცა ტრაგიკული შედეგების წინაშე დგებიან. თუ ტელევიზიებით, მედიით ან ძირითადად მედიას გულისხმობენ არ გვახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არ ვახსენებენ. ასე დროს განსაკუთრებულად ჩანს, რომ მათ არ იციან ჩვენ როგორ ცხოვრობთ. იციან მხოლოდ ზეპირად ეს შაბლონური მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, ადამიანები ასე არიან, ისე არიან, მაგრამ ძალიან მცდარი ინფორმაციები აქვთ, რაც მე ვფიქრობ უპატიებელია. ხვდება ხალხი იმით, რომ მათ არ აქვთ საჭირო და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და ხელისუფლება მხოლოდ განცხადებებით იფარგლებს. რა ბერკეტი აქვს საქართველოს მთავრობას საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების აღმოსაჩენად პანდემიის პირობებში და რამდენად საფუძვლიანია სამოქალაქო სექტორის კრიტიკა. ამ კითხვებით ჩვენ უწყებას მივმართეთ, თუმცა გადატვირთული განრიგის მოტივით კომენტარზე უარი მივიღეთ. გამყოფ ზოლს მიღმა დარჩენილი პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია. სამედიცინო ევაკუაციების პროგრამის საშუალებით მათ დაბიდან პერიოდულად მძიმე ავადმყოფები გადმოჰყავთ. თუმცა სჭირდება თუ არა პაციენტს სამედიცინო ტრანსფერი. ამ გადაწყვეტილებას დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი იღებს. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე სჭირდება თუ არ სჭირდება ამა თუ იმ პაციენტს სამედიცინო ტრანსფერი, ამას იღება შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და ამ შემთხვევაში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს შემთხვევაც სტანდარტულად სხვა შემთხვევების მსგავსად ჩვენი ჩართულობა, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ მომართვა იმის თაობაზე, რომ საჭირო იყო პაციენტის ტრანსფერი. ახალგორთან დამაკავშირებელი გზა 1 წელი და 2 თვე რაც დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია. რამდენი პაციენტის ტრანსპორტირება მოხერხდა პანდემიის პირობებში ცხინვალიდან უცნობია. პერიოდულად საოკუპაციო მთავრობის მიერ ვრცელდება ინფორმაცია მათთვის რუსეთის მიერ აღმოჩენილი დახმარების შესახებ. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანატოლი ბიბილოვი იმყოფება რუსეთში კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის განსახილველად. უცხოეთის სიახლეები მოკლედ. ბრაზილიელი ხელოვანი ხორხე რორიზი რიო-დე-ჟანეიროს კარნავალისთვის რეალისტურ ინდივიდუალურ პირბადეებს ქმნის. ამის შესახებ როიტერსი წერს. იგი ფერად კოსტუმებს კარნავალისთვის აქამდეც ქმნიდა, მაგრამ პანდემიის ფონზე, როცა პირბადე ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთად ითვლება, ხელოვნების გამოყენება ამ კუთხით სცადა. რორიზი ადამიანის სახის ქვედა ნაწილს თეთრ ნიღაბზე სრული სიზუსტით ხატავს. დიდი დროს უთმობს ისეთ დეტალებს, როგორიცაა ტუჩები, კანის ფერი, ნაკუთები და ასე შემდეგ. ნიღბები პოპულარული გახდა იმ ადამიანებში, რომელთაც არ უნდათ სახის დამალვა, მაგრამ ვირუსისგან თავის დაცვა სურთ. COVID-19 დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ამბობს ექიმი მაიკ მაკბრაიდი, წერს BBC. ეს ყველასთვის განსაკუთრებით რთული წელი იყო, აღნიშნა მან და მოსახლეობას მოუწოდა ზამთარში განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ თავიანთ ფსიქიკურ კეთილდღეობას. მათთვის, ვინც განიცდის სტრესს, შფოთვას ან მარტოობას, ეს გრძნობები ზამთარში შეიძლება კიდევ უფრო გამოხატული იყოს, თქვა ექიმმა. სახლიდან მუშაობამ შესაძლოა უფრო მეტი რასიზმი და ადამიანის უფლებებზე ზიანის მიყენება გამოიწვიოს, წერს BBC Wolfe ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით. სამუშაო გარემოში მეგობრობა გადამწყვეტია მცდარი წარმოდგენების გაქრობისთვის. ინსტიტუტის დამფუძნებლის ედ კესლერის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი მუშაობს სახლიდან, ისინი უფრო მეტ საფრთხეს უქმნიან იზოლირებულ ჯგუფებს. მან მინისტრს მოუწოდა ყურადღება გაამახვილოს ოფისებსა და სამუშაო ადგილებზე, როგორც საზოგადოების ურთიერთობის გაუმჯობესების სასიცოცხლო არეალზე. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 11701 ადამიანმა. ამით თბილისის სტუდია დასრულდა, ნახვამდის.